მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს ასეთი საინტერესო თოფი, Beretta Belmonte 1 MK2. იარაღი არის ნახევრად ავტომატური, ინერციული სისტემით აღჭურვილი. ლულის სიგრძე გახლავთ 71 სანტიმეტრი, ჭირის ტევადობა არის 4+1, ჯამში 5 ვაზნა. იარაღი არის კომფორტული, მას აქვს ესეთი წვრილი და ფორმებში გამოყვანილი ტიპჟირი, რომელიც ნადირობის დროს და სროლის დროს არის ძალიან კომფორტული და ერგონომიული. საერთო ჯამში იარაღი ტოვებს ერგონომიულობის თვალსაზრისით კარგ შთაბეჭდილებას, აქვს ასევე წვრილი სახელური, რომელიც კომფორტულია ასევე სროლის დროს და ნადირობის დროს. აქვს ესეთი კაუჩუკის ამორტიზატორი იარაღს. მოგახსენებათ ყველას, რომ ბრენდი Beretta არის იტალიური, ხოლო კონკრეტულად ეს ხაზი, Belmonte-ების ხაზი, მზადდება ესპანეთში, რადგან პროდუქცია და ნაწარმი იყოს შედარებით გაიაფებული, მაგრამ ხარისხობრივად მასალები გამოყენებული რაც არის ძალიან მაღალი ხარისხის, როგორც ლულა, ისევე მექანიზმი. რადგანაც კონკრეტული იარაღი და კონკრეტული ხაზი არის ბიუჯეტური ვერსიები, მას კომპლექტაციაში არ მოყვება ფაქტიურად არაფერი, ისინი არიან ქარხნულადვე კარდონის ყუთით და მათ მოყვებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ცალი სამჭრილიანი ჩოკი. ხოლო რაც შეეხება ჩოკის სტანდარტს, ჩოკის სტანდარტი არის Beretta Benelli Mobile ტიპის 51 მმ-იანი ჩოკი. იარაღი გადის ყველანაირ შემოწმებას, რაც ჩნდება ევროპულ სტანდარტებში, მას აქვს დამღები, CIPS-ი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დამღები, რომელიც ადასტურებს იარაღის ტესტირებას, რომელიც მან გაიარა წარმატებით. ახლა დავათვალიეროთ იარაღის მექანიზმი და ვნახოთ თუ როგორ იშლება ის. გადავიდეთ მოკლედ იარაღის დაშლაზე. იარაღის კონსტრუქცია ისე არის მოწყობილი, რომ მის დაშლად აუცილებელი არის, რომ იარაღი იყოს ფეხზე შეყენებული, ასე რომ ვთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპს გამოვტოვებთ და ძალას დავატანთ იარაღს დაშლის დროს, მას აუცილებლად გავაფუჭებთ. გაფუჭდება პირველ რიგში სასვად დამცავი მექანიზმი. მოკლედ, იარაღის დაშლის დროს პირველი ეტაპი არის მისი ფეხზე შეყენება. მოკლედ, ვაყენებთ იარაღს. შემდეგ ხსნით თავსახურს. შემდეგ ტიპის ვაძრობთ და ამოხდება ლულა და მექანიზმი განცალკევდება ერთმანეთისგან. ამოვიღოთ ინერციული სისტემა ლულიდან, ვიქცევით შემდეგნაირად. მოკლედ, აი ამ პინს ვაძრობთ. შემდეგ გამოგვაქვს ნემსა, ამოგვაქვს სახელური და გამოდის ლულიდან უკვე ინერციული სისტემა. შემდეგნაირად იშლება უკვე, აი გადმოვარდა, აი აქედან გადმოვარდა ზამბარა ნემსის. აი ეს არის უკვე ინერციული ზამბარა, რომელიც არის ამ სისტემის გული. ავაწყოთ ისევ ჩვენი ინერციული სისტემა. ჩავსვათ ისევ ლულაში. შემდეგ ვამაგრებთ აი სახელურს. ნემსი და თავისი ზამბარა. მეექვსე ყურადღება, აი ეს ჭრილი უნდა იყურებოდეს ქვემოთ და არა ზემოთ, თორე არ აიწყობა ისე ეს სისტემა. ვათავსებთ თავის ადგილზე ნემს და სვავთ აი ამ პინს. всё, ინერციული სისტემა დაიშალა და აიწყო. მოკლედ, ამ სისტემაში არ არის რეკომენდირებული ზედმეტი საფოხის საშუალების ჩარევა და შესხმა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში შემდეგ სქელდება ეს ჩვენი ზეთი და სისტემას უჭირს მუშაობა. ის უნდა იყოს ნაკლებად
დაზეთილი, რომ სისტემა მიმუშაოს გამართულად. სისტემა შემდეგ მე როცა ზეთიანი არის იკრავს მტვერს, ზეთი ცხელდება და უჭირს მუშაობა. ამიტომ ჯობია ის იყოს თავისუფალად შიგნიდან და მხოლოდ ზეთის თხელი ფენა ჰქონდეს მას. ეს უკვე ლულაზე არსებული წარწერები, მოკლედ ლულის წონა არის კილოგრამი და 230 გრამი, ხოლო ლულის შიდა დიამეტრი არის 18.4 მმ. მას ასევე აქვს CIPS-ი დამღა და სხვადასხვა მარკის დამღები. ლულის სიგრძე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის 71 სანტიმეტრი, ხოლო იარაღის სრული წონა არის 3 კილო და 200 გრამი. ახლა გადავიდეთ საველე პირობებში და ვნახოთ იარაღის შესაძლებლობები. ვიწყებთ უკვე სროლებს. პირველი სროლა არის 9 ნომერი, 30 გრამი კონტეინერიანი, ჩოკი არის თავისი ქარხნული სტანდარტული 3 ჭრილიანი. მანძილი სამიზნემდე არის 35 მეტრი, 6 ცალი თაბახის ფურცელი არის გადამული. ეს პირველი ნასროლი ბელმონტეთი 9 ნომერი 30 გრამი კონტეინერით 3 ჭრილიანი ჩოკით. არის ძალიან კარგი შედეგი. სროლა მეორე, ვინაიდან იარაღს მხოლოდ ერთი ჩოკი მოყვება ქარხნულად, მომდევნო სროლას გავაკეთებ უკვე კიქსის ჩოკით, რომელიც არის 0.665 ინჩი გამომავალი არხის ზომით. ვაზნა არის იგივე 9 ნომერი 30 გრამი კონტეინერიანი. ესეც მეორე ნასროლი კიქსის ჩოკით 9 ნომერი 30 გრამი კონტეინერიანი. არის შედარებით უფრო მჭიდრო ჯგუფი, არის ძალიან ძლიერი შეჯგუფება. მომდევნო სროლა ისევ კიქსის ჩოკი 0.665 ინჩი, ამ შემთხვევაში ვაზნა გვაქვს უკვე 5 ნომერი რემინგტონის 36 გრამი კონტეინერიანი ტყვია. ხუთი ნომერი 36 გრამი კონტეინერიანი რემინგტონის ვაზნა. იარაღი ბელმონტე 1, ჩოკი კიქსის 0.665 ინჩი. ძალიან კარგი შედეგია. მომდევნო სროლა თავისი ქარხნული 3 ჭრილიანი ჩოკი, ვაზნა 5 ნომერი 36 გრამი კონტეინერიანი. ესეც 3 ჭრილიანი ჩოკით ნასროლი 5 ნომერი 36 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. რემინგტონის ვაზნა არის ეს კონკრეტული. მომდევნო სროლა 3 ჭრილიანი ჩოკი 32 გრამი 4.0 კონტეინერიანი ვაზნა. ესეც 3 ჭრილიანი ჩოკით ნასროლი 4.0 32 გრამი გლავ პატრონის კონტეინერიანი ვაზნა. მომდევნო სროლა უკვე კიქსის ჩოკით 0.665 ინჩი 32 გრამი 4.0 კონტეინერიანი ვაზნა გლავ პატრონის. ესეც 4.0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა კიქსის ჩოკით ნასროლი, რომელიც არის 0.665 ინჩი ზომით. არის უფრო მჭიდროდ ნასროლი, ვიდრე თავისი ქარხნული ჩოკი. თუმცა ორივე ნასროლი არის ძალიან კარგი და დამაკმაყოფილებელი. ვისურვით უკვე ტყვიებს 3 ჭრილიანი ჩოკით 35 მეტრზე და ვნახოთ როგორ დააჯგუფებს.
ეს ტყუის შედეგი ვისროლეთ სამჭრილიანი ჩოკით 35 მეტრზე. იარაღი ისვრის ძალიან კარგად, როგორც წვრილ, ისე მსხვილ საფანს, როგორც თავის ჩოქში, ისე ამერიკულ ჩოკებში. აქვს ძალიან მჭიდრო დაჯგუფება, რაც ნადირობისთვის და ექსტრემალური პირობების დროს, მაგალითად იხსვზე ნადირობისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ იარაღით მოხიბლული ვარ და კმაყოფილი. ძალიან კარგი თოფია.